ეს არის წარმოუდგენლად მტკივნეული რამ, რაც ჩვენი კანის ზედაპირზე, კერძოდ კუდუსუნის მიდამოში ვითარდება და ამას პილონიდური ცისტა ჰქვია. პილონიდური ცისტა არის რეზერვუარი, რომელიც განვითარდება კანის ზედაპირულ შრეში და ის შეიცავს თმებს და ეპითელის, ანუ კანის ზედაპირის ჩამოფრთხვნილ შრეებს, რის შედეგადაც იქ ვითარდება ანთება და შემდგომ ის იწვევს ტკივილს. ეს ყველაფერი იწყება, როგორც გითხარით, დაცვენილი თმის ერთეულებით, რომლებიც ქრონიკული ხახუნის შედეგად და იმ სითბოს და ნესტის შედეგად, რაც ამ რეგიონშია, შეაღწევენ ჯერ ზედაპირულ ეპითელის შრეებში, შემდეგ კი უშუალოდ კანქვეშა ქსოვილში. ამის შედეგად კანქვეშა ქსოვილში ვითარდება უცხო სხეულის გრანულომა, ანუ ეს თმები ჩვენი იმუნური სისტემის მიერ უცხოდ აღიქმებიან და მათ შემოსაზღვრავს ჩვენი იმუნური უჯრედები და გრანულომა ჩამოყალიბდება. თუმცა, როდესაც ეს გრანულომა აინთება და ის დაინფიცირდება, შედეგად ყალიბდება აბსცესი, რომელიც წარმოუდგენელი ტკივილის წყაროა ადამიანის ორგანიზმისთვის. ექიმები კი აი ამ მსგავსი ზონდირებით აკეთებენ ამ ფისტულის დრენირებას, შემდგომ გამორეცხვას და აი როგორც ხედავთ, ამ ლაზერული მეთოდით ეხა უშუალოდ ამ აბსცესის და ფისტულების სისტემას ეს ექიმი კოაგულაციას უკეთებს.